ჩემი საუბარი როგორც ვანაუდობ და იმედიასაც იქნება გასტანსი ხანს და იმით დავიწყებ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანიც არის ჩემთვის საქმე, რომელზეც მართლა ჩემი ტვინის და გულის თანაბრად თანხდება განსხვავებით აინტერესებისგან, რომელზეც მე ვისაუბრებ. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ერთგულად მოდიოდით. მოდიოდნენ ხოლმე რამესარიან ამხელებს შემოვიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამხნელებაც თქვენი დანახვაც ყოველჯერზე. მორალურადაც მატერიალურადაც დიდი მადლობა როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს და მნიშვნელოვანი აკეთებს ოჯახს დიდი კონცეფცია შეიძლება გაყოფილ, მაგრამ ღირებულებითი კუთხით ერთით ოჯახსაც ამორჩიებთ. და სამხობარი ძალიან დიდი. არავის არ გვაქვს ილუზიები. ყველამ ვიცით, რომ რასაც მოვისმენთ განაჩენს გულისხმობ ის არ იქნება, რაც ყველა გახარებთ და რაც შეიძლება მშვიდად და შუმად გავიდეთ და უაჯაჯბურებთ ამ მანდატურ კაცებს და რამზიმე არის ხულება ყოველთვის და რაღაც დაერთ ჩემთან რო იქნება დაკავშირებული იქნება არც მაგათ ძილი. გარეთ რაც მინდა ისაკეთეთ. ეხლა დიდი მადლობა ჩემს ადვოკატებს. არაჩვეულებრივ კანდიდატებს. ძალიან დიდი მადლობა რა შრომა და გული რო ჩააგეთ აპრიორი თავისვე წარმომადგენლებს და შედეგო საქმეში და ასე კვალიფიცირებადაც რომ ემსახურეთ ამას პროფესიულად ნაკლებად ალბათ და მუღეში საქმე იყოს ამერხობიცილვა და მოხერხებული პაციენტი ადვოკატებისთვის სადარგილო უფრო მიზეთ ექიმებისთვის და კომუნიკაციაში ციხის საქმეებისთვის და მეორე პაციენტი გამოფექიდა და სათავეჭერო ჩავწერა. სახელს დიდი მადლობა რომ გამახსენეთ ეს ჩემი დიდი გადახვევა თავიდანვე. ეს მართლა ის არის რაც this is მისთვის გიქ და რაღაცებზე ვიცვალო და ერთი ჟურნალისტებს დიდი გოთიში ვიცი რომ ალბათ წერილობით ჯობდა მაგრამ აი სარეკიდებოს და არ არის მხოლოდ ჩემი სიზარმაზე თუმცა ცნობისობა იყო იმის მიზეზი რომ ეს რაღაც ორდრიანი ისტორიული დოკუმენტი უნდა გამოვაცხა რაღაც განსაკუთრებით დიდი იყო რაც ხელს მიშლიდა ჩემი საკითხები რომ ისედაც აპრიორი თავისთავად ქაოტური საუბარი არ ყოფილიყო და კომპოზიციურად პირობითი წესრიგი მაინც მიმეცა თუნდაც უნდა მივხვდები და დავიტანე აღნიშნები რომელიც ასევე იმედია შემახსენებს რომ ხმას ძალიან არ დაუწიო და გესმოდეთ და თემით ძალიან არ გამექცეს და ჩარჩნა აღება მაინც მოსწროთ რასაც ვთვალოთ. სtilobis სექცია მოვწუვეთ. პირველი წესი უნდა დამეწყო არის თვითონ ამბავი. რომელსაც გამოვტოვებდა მეცით რატომაც. ჯერეთი არის კარგი. მაგრამ პირველ რიგში მე ვხარეთ გულისხმობ თქვენ ნანახი ამბავი ძალიან რაც არ უნდა ვილაპარაკო შეფასება რა თქმა უნდა ჩემი საქმე ვერ იქნება რამდენად იყო ეს თავდასხმა რამდენად ძიმე თუ მსუბუქი დანაშაული იყო თუ ასე შემდეგ ამისზე საუბარი გროზდა გვაკარგინებს ამ ხალხს ამის ახსნა არ ჭირდება თქვენ სავარაუდოდ გამიგავთ არ გინდათ და ამიტომ გადავდო გარემოებებს საბაბზე თუ მიზეს რაც ეს ნაბიჯი გადამახმებინა და იქნება კანონით არარეგულირებადი, მაგრამ ემოციური ნაწილი, რისგანაც ემოციებისგან და განცდებისგან შევიდნენ ადამიანები. ეჭვმა ხორცში იმედი ნამდვილად მაქვს თქვენს დანარჩენ ყოფით ამბებში გასამართლოს და მაგალითს დაგლების მიიღება. რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა შაბაბანი თუ ამური არ არის ასად არ მოუძიდო. უბედურებაც ყველას საერთო უბედურება თქვენიც ამ ხარისხს
აქეთ არა აჭირდება ამის თქიცება და ისე და სამბუჯურებაში ვარ. უბრალოდ ეს ვარ აბსურდში. იმ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ქვეყნიდან შექმნა. თანაგირა დააყენა ყველაფერი, მე არ გულისხმობ რომ სახელმწიფო აბსურდი და თეატრალური იქნება თუ ლიტერატურული სხვა რამაც. მაგრამ ჩვენ საუბრობთ არც ვიცი რა საუბრობთ, სამოქალაქო აბსურდი, როცა საერთოდ არის დამნაშავე და განმიზიდდება არ ლეგალური სახე ამ შენობაში. ამ მსგავს შენობებში, როცა მოზალადე არის მოწოდეთ მრავლდებების და ყველაფერი ერთად აგებული. იქ უკვე აბსურდია, იქ დანაშაულდება და ვერავის საუბრობთ. აბსურდია კიდევ ის, რომ ეს აქ ყველა დიდებულად ვიცით. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა როგორ თქვა მიიღოთ რა გააზნოვანოთ. არც მე არავინ არ ვიცი ორჯერ იმაზე ხალხრივად ვიქნებით ციხეში. ცოცხალი გამოახცევ თუ არა, თუ ორ დღეში რაღაც შეიძლება და რაც მოხდარა ხოლმე მე არ ვაჭარბებ და არ ვუძინებ. არავინ ყველაფერი არის პირობითი და თავდაპირველად. და ის ჩემი სილაც, რომელიც რა თქმა უნდა იყოს სიმბოლური და რა თქმა უნდა იყოს დაჟდები 21 საუკუნეში. რაც არ უნდა ეს სიმბოლური ისტორიული ისება ხაზინა არ კონტექსტში მოყვებოდეს სილის გაწვეს. რა თქმა უნდა არის დაჟდები. მე ადრეც ვახსენე რომელიმე პროცესს წინის წინაზე ალბათ რომ ამ კვალიფიკაციებს არც ჩავიგნავები ვარ როცა ეს გავაკეთე. და არც ჩემი საქმე არ არის ეს ტერაქტის მცდელობა თუ არა მცდელობა, ტერაქტი დაგერქმიათ არც ის გამოგვიდებოდა ეს ახლა რა დამძიმებას ველოდი ცხადია ველოდი პასუხისმგებლობას ველოდი რა თქმა უნდა ველოდი და ფაქტია აგერება ჩემი ხერხით რომ როცა მკითხეთ და თქვენ ამ წინამო სამართლემ პროფესია თვითდასაქმებული უპასუხი რადგან უკვე იმშევარი ვიყავი და თვითდაპატიმრებული ცხოვრება და ყველამ ვიცი. და ამ სხვა აკეთებთ აი როგორც კადრებია როგორც თქვი და ყველაფერი ვიცით ყველა. ელემენტარულად და შემეძლო სხვა ადგილი მოვეძებნა სადაც მეგონებოდა მაინც რომ კამერები არ არის და შევრჩებოდა ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ გულს მოხანა და მხოლოდ რაღაც პირად მოტივებზე და უამრავ პირად მოტივებზე ბაზირდება. და შენახული მისცემას არა ერთგზის მრავალსფერიანი თუნდაც პოლიციის თუნდაც სასამართლოს. ეს რომ ყოფილიყო რაღაც პირადი ამბავი და გულის მოხანა გაწმენდ ეხლა ვლაპარაკობ არც ეხლა მეხანება ენა და არც მაშინ მეხანებოდა გული საინისოდ რომ თუნდაც მოხარებულში ვინმესთვის ქვამის როლა შულგური არის ის სწორი თუ ბავშვი თუ ისევ და ისევ სენა ხელი რომელიც იქნება როგორც აღნიშნეს ჩემ ადვოკატებმა წინაპროცესს ხო ანუ ახლა გამომდინარე კიბის მიღებას ოღონდ მართლა ეს ხელი ვარავით კიბის მუშტი და დიდათაც მიდარდია ცხოვრებაში არასდროს ახალგაზრდობები ყავდა სკოლაში და ჩუბი რაღაცა იწევდა ხანდახან ადამიანს მაშინ არ გამომიჩერებია უნარი და ეხლა მithumetes ამასაში რაც შეეხება სიძულვის რომელზეც მე კიდევ მიტყვი და არა იმიტომ რომ რაღაც სააკაზმის შემოტევა შეიძლება თქვენი პასუხოთ მაინც და მაინც ამ თქვენს სიტუაცია აქვს საფრთხე დასკვნაში ნიშნულობებს საფრთხე დასკვნითი სიტუაცია როგორც იქ იყო ფსიქოანალიტიკური ხაზი სიძულვილთან დაკავშირებული რასაც უპასუხებ როგორც არგუმენტები და მე საერთოდ ჩემ ახსენებს ლაპარაკობ კანონთან ამ კოდექსის პუნქტებთან ამას ვერ ექნება და ჩემი მხრიდან არც უნდა კონდეს და არც არის საჭირო კონდეს საიმე შეხება. ბოლოს სიძულვილი ადამიანური რაღაცა მე მართლა ვერ ხვდები და შეიძლება ინტერესსაც მომესმინა სხვა სიტუაციაში როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანს სულდეს სამსახური თუნდაც სამსახური მოსწონს. ანუ სტატისტიკის დეპარტამენტი უზრუნავს ადამიანები შეიძლება სულდეს საქციელი მე ასე ვხედავ და რაც შეეხება პირად სიძულვის კი სამწუხაროდ პირადად ჩემზე რომ ლაპარაკობ და რამდენჯერაც მომიწევს ჩემ მაგალითებთან მიგროვება
მხოლოდ იმიტომ რომ მარტო ჩემი მაგალითები არ არის საუბრები თორე საერთოდ არ დავაკავშირებდი ჩემს ტკივილებს და თუნდაც ტრავმებს და თუნდაც უკვე სიკვდილამდე რო გაყოლა ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს სწორედ პოლიციის ციხით მუშტით და ხერხებით მიღებულს მაგრამ ჩემზე არ არის ლაპარაკი მე ვიცი სახელზე ვიცი სახელები და გვარები პოლიციელების აი ამ ჩემი მრავალსერიანი საპოლიციო თავგადასავლებისას რომლებიც მცემლი რომლებიც მაყენებდნენ შეურაცხყოფას მე იმ ადამიანებს ხედავ ხოლმე რუსთაველის გამზირზე სხვათა შორის ამ წლის დასაწყისში გეგმის მასივში წესკოდა მობილოსთანაც უნახე ერთი რომელიც გამეფებით მანქანაში მიხავდა იმ ადამიანებს ხედავ ბოლო რომელიმე შევარჩევდი მე თუ აი ვერ ავაკავებ მის ემოციას და ფიზიკურად უნდა შევხედავდი მაინც და მაინც გაშლილი მართლა უკიმეორნო დავანებთ აშლილი ხედავ ხო ან მოპარებულში ან კონკრეტულ სამიზნეს და არა ვინმეს რომლის შესაძლებაც კი იყო იქ თავდაწყების დინამიკა იგრძნობოდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებიდან იმიტომ რომ ერთ-ერთივე სწორებდნენ რეალურად ორსამიანი შეკითხვა პასუხი იყო დიახ მე დავაზუსტე იმ ადამიანის სანამ იყო თუ არა საპოლიციო თავგადასავლებელო ვახსენენ მე შემოხვედრიან მიგითები რომლებიც ადამიანურად მომექცნენ თავზე ხელი არ გადაუსვა და თან არ გადამყოლია უბრალოდ ადამიანურად მექცეოდნენ და ეს ყველაფერი მახსოვს და თავიდან ვერ ვიაზრებდი და შემდეგ როცა რაღაც რაოდენობა დაგროვდა ასეთი ადამიანების წლების მანძილზე უბრალოდ სახელმწიფოს მეკითხებოდი და მე დღემდე მახსოვს ყველა სახელი და გვარი არ ვიცი შევხვდები თუ არა ვიცნობ თუ არა ეს სახელზე და ვიცნობენ თუ არა თავად და შეგახსენებენ თუ არა თავს განსხვავებით თქვენს სახელისგან ბატონო პროკურორო და არაფერი აქვს საკასული არცამაში არ არის აგერ ადვოკატებს ორივე კვირის წინ უნდა უთქითხე ვიცოდე მაინც პროკურორის სახელებიც არ დაინტერესებულ ვარ გადაგამილე შეურაცხყოფა თუ მიიღო ჩვენებაში იცოდა მაგრამ არ დაინტერესებულ ვარ და გვარი დავავიწყდა თავის განსხვავებით თუნდაც თქვენი სახელგვარისგან და კანა ახალ სახელგვარის პირველი ადამიანები ვისაც პირადად ვიცნობ არც მეორე და მესამე მეც ვიცნობ და ავტომატურად დავამახსოვრდა და ასე ავტომატურად არ დაუგებესებულ ვარ და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ისევე კვალიფიკაციას აი ბიჭების რომლებიც გადაგვექცეოდნენ მახსოვს არ მახსოვდა დიახაცები იგითი რადგან ეს ასე დაფორმატდა და ჩემი ემოცია და ჩემი ბრაზია იმ აბსოლუტში და უსამართლობაში რომელშიც ვარ დიახაც რაღაც თანამდებობა უნდა ქონოდა არჩევანი ყოფილიყო ალბათ ხარებას ვამჯობინებდი მაგრამ იმ დროისთვის შეგვიჩი ხავდა განაკვეთი ალბათ არ ვიცი ხა ეს სპეკულაციის სფერო თან იმას ფორმა აქვს შეიძლება არც ყოფილიყო პოლიციელი მიუხედავად იმისა რომ ეს მიმამსგავსე კონკრეტულ ადამიანს და დღემდე ვერ ვიქნები დავწუნებული თუმცა მგონია რომ ეს იყო რომელიც დიახაც თავად არ უწყავდა მაგრამ მარტში ხდებოდა ეს გასული წლის რომელიც ხელმძღვანელობდა მოძრაობებს და ამის გამარჯვება მის როგორ ეხლა ამას ხედავდი ძალიან გავდა მაგრამ არ ქონდა ამას მნიშვნელობა ის იქნებოდა თუ არა რა თქმა უნდა ეს იყო სიმბოლიკის ისტორიამდე აღარ ჩავა ეხლა გადავალ იმაზე საერთოდ რა იყო მიზეზი არ მოყვარს პათეტიკა არასდროს მიყვართ და მაგიზიანებს ჩემს უშუალო საქმიანობაში რომელშიც ძნელი არც ხანდახან პათეტიკას ლიტერატურაში მაგრამ არის ლექსიკური სიტყვის მასალა რომელიც გარეშე როცა ვლაპარაკობ პოლიტიკურ კონტექსტზე როცა ვლაპარაკობ თუნდაც ყოველგვარი პატრიოტული რაღაც იმის საჩულის გარეშე სამშობლოზე და მის ბედზე არა რაღაც სიტყვების დონეზე გამოვერება დარწმუნებული ვარ იცით რომ არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში სინთეზი ანუ ქართულ ენაში ალბათ ყველა ენაში ამ თითქმის ყველა ენაში იგივე მნიშვნელობით რაღაც სიტყვა არსებობს მაშინ არ ვარ დარწმუნებული ის არის რომ შეიძლება არ იცოდეთ რომ ეს სინთეზი პირობით იცნება ადამიანს ზოგიერთ ადამიანს ზოგიერთ მართლა აშუქებს თუნდაც ისეთი ამორთიზირებული და მოძველებული სინთეზი როგორც მე შემოჭა ამ საკში მესმის რომ სინთეზი
და ქენჯნა არ რეგულირდება კანონით და არ იზოლება კანონით. ისევე როგორც ტკივილი, ისინი არც იზოლება კანონით. ისევე როგორც სიძულვილი და თუ იზოლება სხვა პროფესიის ადამიანები არჩეულობენ ასეთი განცდების შესახებ და რადგანაც მე ვიცი არ არის იურისტები. და ეს მინდისი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს სახლში, ჩამდი სახლში, ჩემს სახლში. მუშაობდი ამ ჩემს არავისთვის საჭირო რაღაც ტექსტებთან. საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოსული მეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან. იმ ფონზე, როცა მათი ასაკის და მათი უმცროსი გაცილებით უმცროსი ასაკის ადამიანების კი ასკილი კოლეგა თქვენმა თანამშრომლებმა ასტარკოვან ფულით და ძალაუფლებით შერხეულ ტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყარეს. მსხვერპლად ქვია. მათი საუკეთესო საათი მსხვერპლია. დღეები, წლები, წელს დაუყრია და იმედი არაცლები. აი ამას უყურებთ და მე მაწუხებ და ეს არა იმიტომ რომ იმდენზე მეტი. საერთოდ ეს არის ბრძოლა. აქ ხო ამხარეს ვინც ვარ. ჩვენ პირადისთვის ხო არ ვიქვის და ვინც პირადისთვის იქვის მეორე მხარესა. ასე დალაგდა და ასე ხდება. რა მithობა მე პირადისთვის მებრძოლის სადავაში. მაგრამ არც ამაყოთ თვლი ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას, რომელსაც საფრთხით და არც დანაშაულად მხოლოდ იმ დახმით რო აბსურდში. იმიტომ რომ უსამართლობას უწევს ყველა ქვეყანაში და დიდწილად თქვენ შეეხმობებით თქვენ გულისხმობთ ბატონ გიორგი გენაშვილს და ბატონ გიორგის გვარი როგორც გითხარით არ მახსოვს. თქვენი სამსახურების ვისითაც ყარდება ეს შპარდება კიდე თუმცა წარმოვიდგე მაგრამ მაგათი წამით ჩავყერო თვალს. ვახშენი ხო არის ახალგაზრდა ადამიანი და შემდეგ იყო უკვე რასაც სილანდები უყავთ კონკრეტულად ფორმატი დაუზარდეთ კიდევ ფორმატი მეთოდი და რაც კიდევ ის დაუზარდეთ კანონით რაც ქვია ის არდაყავთ პროგრამა ხელს გათხრა სხვა მეტისმეტად ზოგადია როცა სიძულვილზე ასე კონკრეტულად და იქიდე ასე ვაზოგადეთ ხელის გათხრა არ არის შეიძლება იყოს ჭიქლარის ბევრი არის მაგრამ სტილას ენა თქვენზე ჩემზე ჩვენზე ყველა ერთად აღებულზე ჭვიანი ცოცხალი ორგანიზმია და აი ამ სტილას სწორედ ის სიმბოლური ნაკლებად მკივნეული რაღაც ისტორიული დიდწილად მეტაფორიული რაღაცა ისებასთან წინაპარი მნიშვნელობების გამო ნამოარგო უნიკალური ცალკე გაცნო ენა მაქვს მე ხო არ მომიგონი არაფერზე მათგან გადაცუნა არსებობს რაღაცას მიამსგავსა სილის დარწმობა უგემოვნო ცუდი ქართულია შეიძლება შეგეშალოს მაგრამ წერასთან როცა ადამიანს საქმეს უნდა დოკუმენტების წერასთან სამსახურებების რაღაცნაირად ავტომატურად წარმოდის ეს ზინა და ფონი ისევ გადაუხვია კონკრეტულად სილასაც შეეხება ზია ამბავებელი ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ფიქსებული მებრძოლი და პრინციპული ადამიანი რომელიც მართლა ბევრმა არ იცოდა და მეც შემთხვევით ვიცოდი და არ არის დიდი ხანი ალბათ რამდენიმე წელია ვაფასებდი ბათუმელებს და არ ვიცოდი კაპიტონის ზიასთან ეს ადამიანი შეურაცხეს და ამცირეს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის მერე როცა მან გამწარებულა ისება შედახულა სილა გააცნო იმ დღიდან ჩვენ ვუყურებთ ამ ქალის რიტუალურ მკვლელობას. ჩვენი სამსახურების და თანამშრომლების სამსახურების და წყაროა ყველაფერს ერთი კაცია და ერთი ოჯახი. შემდეგ ნინო დათაშვილი ჩემი არაპირდაპირ მაგრამ კოლეგა რადგან ქართულ ენას და ქართულ ლიტერატურას ემსახურება. არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლა კოლეგაც იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთში მუშაობთ სანამ მას დაიჭერდნენ და შემდეგ მეც. ამ შენობაში აი ამ ბიჭების კოლეგებმა ან მათ არ მისურვებს ზოგს ვერ
ასევე მუჯრუგუნებით ათრიეს, განცდილეს და როცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან და სილა დააწმა და ის თვაც სილას არ იყო, რაც მე კადრით ავუკვი. დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა ისიც ვიცით თქვენმა და თქვენმა კოლეგებმა. საგიშეში ფსიქიატრიაში გადაყვანა მოითხოვეს და დაუდასტურეს. აი ეს სიცხვილები 21 საუკუნეა. შუა საუკუნეები კი არა, ჩვენ სახელმწიფოებრივ სახელების დონეზე ისიც ჯალათები. არც მართლობა იყო, არც ელაკითხვა იცოდა ხალხმა და მედიამ და SMS-ები და ეს ყველაფერი და შემოჩა და კარის ისტორიკოსები კიდე იმპერატორს ემსახურებოდნენ ინკვიზიციის დროს. მაინც შემოჩა და დღეს არ დაიწოვება. შეიძლება დიდი უბედურება ვიღაცას შეეჩეს და აი ეს ხალის იქცაყვანა არ ვიცი რა შეჭდება. რა თქმა უნდა ეგეც იმპულსი იყო. საერთოდ ალვაპირები და ქვემოთ რო ვიყავე მოსაц რამდენიმე საათი მოსაწყეს საქმეში თუ რას ქვია ბოილერი უფრო გამახსენდა უბრალოდ რაც გახსენებია ეს დღეები როცა ტექსტილ ფიქრობ და ნაცერაზე და უბრალოდ ეს რეგულარული სიტყვას ალბათ მაქსიმუმ 2 თვით ადრე ეს ჩემი ამბავი მოხდა მე და დაპატიმრებდნენ და ეს ციგას გავაცნიდნენ მოკლედ და როგორც ინდათ ისე Sadovin ნიშნით ჩაქსილა დაახლოებით თანახება 2 თვით ადრე გაზეთობათუმელებ მომთხოვა წერილის დაცელა ზიას შესნახებ ბავშვებისთვის შეუძლებელი გაფორმებული პერიოდულად კალათთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და ასე თხოვნებს სხვადასხვა საკითხზე თუ თემაზე ვიღება ნამდვილი ფუნქცია და ვიღება შემთხვევაში უნდა მივიღო ძალიან ძნელი იყო და რაღაც დაუწერე და მე მახსოვს ჩემი განცდა ეს ისე სინდეს რომ ესეც მინახავს სული რომ მინახავს ტკივილია ეს კენჭნარის ის თუბათუხებს ეს იმას ვეძახი პირობის სახელია რომ რა არის სერვარის საფალერო და ასულ რომ მართლა მაგდა ვინდეზე მეტი მაგრამ არ საერთოდ სინდის რომ აღნიშნავს რომ მართალია და სწორად გაწუხებს მაგია რა ვიცი ჩვენ თავის სინდის და სამშობლოცინა როგორც ვთქვი აი მოზე გავედი რომ დავწერე და ვიყავ მაკოფილი ბედნიერი რომ მოვასწარი ვადებში არ გამოვთუნე იმედი ბზოლის ნაწილია ჩემი სამივე კატა გამოვიდა მომეთმასწრებლა კარგი გაზაფხულის კარგიანი იყო გავაბოლე ის მაკოფილმა იმისაც რომ დავწერე სინამდვილეში წადებს მაგრამ მიჩეს ძალიან ვისმდიდე და მაკოფილმა დავწერე მოვასწარი და ვიგზელი ძალიან დიდი სიმსხვილი რომ დავჯექი ამხელა კაცი თუნდაც ამდენი რამის ნახველი ასაკობრივად რაც მოვასწარი დავწერე და მე პირულად უსწავლელზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავიღო ვერამდე ეს ტრადიციული ის ფაქტი თუმცა ჩვენი მონაცემები დაიწყეს და რაოდენობით და აი სულ ეს ალბათ მე შემაწუხა და როგორც თქვი ეს ამ საერთო ბრძოლაში ეს ბრძოლას ვეძახ ეს არ არის შემოწოლა ამ საერთო პასუხისმგებლობის შალაზე ცალკეულ ადამიანებს აქვს თავიანთი რაღაც ნიშნული პირადი ნიშნული და ეს ნიშნული განსაზღვრება რაღაცა აი რაც მეტი მოხდა და მე ძალიან ბევრზე ნაკლები მომხდა პირადად და დავზარალდი მაგრამ მაინც რაღაცა დოსამდე პირადი უსიამოვნებაა თუნდაც პირადი ფიზიკური ტრავმა არც ისე არ მოხდა ჯერ ვაინი შეძლო აუდგე დავწვე და ყველა დავიხარ სიკაში დახვეწა ძინდა და ავიაცი საფრთხეში შუქასაბად მოკიდებს გაფრთხილებას ასო ანაქსში ხოდა მოგეთ კაი დაუბრუნდეთ იმ საწყის იმას რომ სწავლეთ ეს კამერები მაინც მომწოდება ისე სადაც უკვე 10 მეტრზე მარტივი მოვასწარე და დავჯარიმი რა ყველაფერი ვიცოდი ასე ხელის ხურზე მე მესწრის ბატონიორი ამ შემთხვევაში თქვენ მოხართ პროკურორ ბატონიორის ობიექტურად მესწრის აი დიდად სამუშაო და საკითხი აი პროფესიული ინტერესი რაღაც რომ მაინც ბარფერი არ დავიქოვეს მაგრამ არც ალბათ ოქტომბერს ხო რაღაც ისეთი რაღაც გავაკეთე რასაც არც ვაფიქრებ რომ ამის ხანერად იყო მეთქი და ის მესმის რომ რაღაცა ტექსტუალურად გამოგზავნებინა თორე განშენობა ტკივილის ზონაში. მოდით ტკივილის და ბარეთ ეხლა ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცოდი.
მე უხერხული თემა მგონია თქვენ ამახვილებთ ხოლმე აი ტკივილზე და ოფის ალბომზე და ხაწვის სიცოცხლეზე ყურადღებას და დაცმულებული ვარ იმ ადამიანებს თუნდაც იმ ადამიანობამდე ჩემი აზრით და ჩემი აღქმით არ ვერ გამიტარებული გეგმით გეგუაცეს აციამონებს ეს მოცემულობა რაშიც ასწავლეთ ხო თქვენ დაიწყეთ ეს შაინი და ამდენად ხო მე რა ვიცი შეიძლება მართლა ერთი ეს არის ინდივიდუალური ცნობელობა და ადამიანი შეიძლება გეტკიროს მცირე მე ვიცი ჩემი მუშტისნა მithumetes სიმის ძალა და ვიცი ის რომ ტკივილის მიყენება უკვე ვისაუბრე რომ ქონოდა ისე რაღაც სხვანაირად მომენტები დამცირებად რომ ქონოდა ის სპორტი უფრო შემოაყოფილია კონს ჩინებლებიანი ადამიანისთვის არა იყო სიმბოლური ხობა კადრი იყო და კადრში გავაკეთე მაგრამ დაუშვათ ეს კი მე ვისურვებდი ამ პრობლემის მოქალაქედ ეს თუ არა სამომავლო და უკეთეს მე რომ მინდა და მოცნებობ ისეთ ქვეყანაში მაინც პოლიცია თვითონ ეს სამსახური არის ფიფათები ახსავს თავისთავად და უფრო მედეგას ადამიანებს ვისურვებდი იდეა ჩემი თან მამაკაცის სიგარას რაზმ დავყარაკობთ ხალის დამედიან ტესტო ეს უსტკივად მე მართლა მცველი პირადად ჩემს სიცოცხლეში ვთქვი რომ ქართულმა პოლიციამ კი არა და იმარიშვილმა და აი ამ ხოლმე სოფლიო მოწყვლადობის არის ისტორიასა და მითოლოგიაში ახალი პარადიგმა შემოაღო აქტივებს ეს კურსი ქართული პოლიციის ლოყა რაუბედურება ამაში როგორ უნდა ვიცი ეს როგორ უნდა ავიტანო კი ბატონო მე ვიყავი ამ შენობაში შეიძლება ამ დარბაზში ალბათ სხვადასხვაში არასრული ერთი წლის წინ როცა მართლა ცელეს და ეს არის გადაგებული მხოლოდ მცირე მონაკვეთი ჩემი ცელის როცა ასეულობით ადამიანი და ათეულობით ვიწყავდა ჩარს თქვენი თანამშრომელი იჩდა მოსამართლის სავარჯეში ეს კადრები არ დაინტერესდა სადაც ჩანს რომ აქეთ იცემენ სამი მილეთი და შემართლეს როგორც იციან ხოლმე და მილიონის გავს კადრები ახლა ეს სავაკეთები შვილებს ვეძებდი რომ აიღია სიტუაცია ახალოს ყოლოდა და წავს როცა იზაბა სიტუაცია ზერბისა ზურგიდან შეგიძლიათ მილიონის გავს კადრები ახლა შეიძლება ასამას შეხედა იმ დღეს რამდენიმე გამოცხვა ფორმა ასადაც იყო მრავლობითი მოტეხილობები და სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობა მართლა ყველა თანამშრომელმა გაწიეს განზე მოусმინა პოლიციას რომელმაც საქმე იმან ჩამოიყვია რომელმაც თქვა რომ ცემა მე ოქროებში ქართველი ვარ და რაღაც შემოარჩა შემოგვიწყოს მართლა თუ ჩემი ქართველობა ისე რომ მოკერგადებულო ნაცემ ადამიანს მეერო და გამეკებით უწყავარ წარმოებელაც იძრება და იმ კაცმა ხოლმე დამოყარდა და თავისთავად გადაწყდა ეს ლოყვა მოსამართლე ყურადღებით მოусმინა და რეაბილიტაციის კურსებზე გამოშვა შემთხვევაში სამხრეთის იზოლატორში მე ყოველსაღამოს როცა დავუბრუნდი მალე ყოველსაღამოს ნახულობდი თუნდაც აი ახალგაზრდების მშობლებს რუსთაველს ერთვე ნახავთ რომ ვისამდებოდი იმიტომ რომ ცხოვრობდა მართლა ცხოვრობდა ვადრები ხალხი ციხეში და მათი შვილები მხოლოდ იმიტომ რომ კალენდარულად გამიმართლა ნოემბრის ბოლო რიცხვებში ადმინისტრაცია და პატრონატი პირველიდან თუ ორიდან დაიწყეს ციხის სამართლი ზუსტად იგივენაირად და უფრო მეტად ნაცენი ადამიანის დანაშაულზე არ დაგვიქნა სულ დაბადებულება სისხლის დაიწყეს დეკემბრიდან მე გამიმართლა თუმცა ვიყავ საერთოდ პირველი ვიყავ სოზაროების სამით ხოშპაში სისხლიანი პირველი ვიყავ სისხლის დაუსრულებელი შევიან შენობაში შუალედური გამანაცვლებელი პუნქტი იყო ხოდა ამ ყველაფერს ამიტომ ლაპარაკობ აბსოლუტურად მე მინდოდა მშვიდად და რაღაცა ეს მონიშნები რომ ვახსენე და გიმილაკების კიდევ ჩართული ხმაურები ხოლმე და რაღაც გავუსულ უკვე ეს ყველაფერი არა თქვენ რომ გარეთ გამოვიდეთ ეს ხმის ასეები ამ აბსოლუტზე საუბარი და შესრულება ხოდა აღჩერება სიმბოლურობას დავანებოთ ისტორიას, უელებს და ხელთათმანის გადაგებას სწორედ ზიანალობენ ადამიანო დათაშვილმა პოლიტიკური კონტექსტში შეესწინა კონკრეტულად ამას, სილის გაწვევას.
დიახაც არის სიმბოლოებისგან შეგვიდი და ეგეთი აზროვნების ხაილის გაცილება. და დიახაც არ ყოფილა დამეწერა რა დამეწერა. ამ შემდეგობებს აჭირდება ცირა და შალავანი მაგდა აჭირდება თუ აუხსნა რაც გულისხმობ. წერაკის გამოცემების საზოგადოება სპეციალურად პოლიციის მოძალადე თანამშრომლებისთვის მე ვერ შევხვდით. როცა წამოიკითხო და გაიაზრო დიახ მარტო ენა ეს მარტო ამით ველაპარაკები და ძალადობდა. და როდესაც თქვენ პოლიცია როდესაც იმაზე საუბრობთ ყველაფერს თავი დავანებოთ ყველა მოძალადე პოლიციის გაცნული სიარული კიდეც დავაყო გავფილტრე ჩემ ახალგაზრდა მეგობრებო მაგრამ ახალგაზრდა გავფილტრე კიდევაც და საერთოდ ივანიშვილის დავიწყე რატომაც ამ პოლიციას და პოლიციას ისე არ ვერჩი როგორც ივანიშვილის და ტრელანში Zaratistul saamproiects. Amიტომ სიძულველი კი არის შემთხვევაში არ მართლა და სიყვარული. ემენობის ხოლმე ასაკობრივად დავერთ. პირველად მე პოლიციელებმა ხელკეთებს მცემეს 1929 წლის 25 თებერვალს 9 დღეზე მე ზუსტად თქვენ ახებით ადრეს გიცხარებს პირველად იმის მერე არც კარმა თუ ედისწერა თუ მე ვარ შარიანი მაგრამ ხდება ღმერთი ჯული ძალი დახურა პირიქით ჩემს ჩიგებში მამოპადა ჩემს სანგარში და ამ საჯარო სამოქალაქო დიდ არმებს არ გამაკარაკი არა და მაგაზე წერდით იმას და მაინც ისტორიის შენახავს მე პატრიოტულმა წერას რასაც პირიქით ვიცებია და დღემდე არა მაგას არც ლიდერის ქვისება არც მინდა რომ მქონდეს მაგრამ ლაპარაკის როგორიც საკანონმდებლო როგორ განონდეს სიტყვას ამაში ამ რეჟიმში არ მომდებს სიტყვის მე არ მოწონს ჩემი თავი და მე ეს იმქენჩინს ახლობ ეს თარათვართვის და სიტყვის ერთსაც ვიტყვი გარემი მაინც ავსწრიან ჩემს გენერალურ ხაზს გიორგი ადროგიორგი აი მე რო გავიგო ამ კონტექსტში ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენ რაღაცნაირად ეგეთ სამსახურს ჩამოშორეთ დასმებრივად რამდენსაც აღთხოვენ ახლა იქ და არ გავალებელია ეს სიძულვილი რაღაც იმიტომ რომ კანონმდებლობით აზრი არ აქვს გეწინათ რაღაცა ედერების შედავ ენობრივ კონსტრუქციებს ავიცი და საზოგადოების მეხორცი მეგამატებინა მაშინ სტილისტურად ჩავსდებოდა აპრობირებული საფრთხის შეერის მეტი რაბო მე რომ გავიგო რომ თქვენ ამას ჩამოშობთ ალბათ გამიხარდება რანა ეს ეს თუ გამიხარდება ეხლა თელი თქვენი არ გრაფინირებულად დალაგებულად ლანცხოვთ კილომეტრები დაიწყებთ და ასე სწორად მასწავლებლად მიწას თან ვიცი რომ სხვა ფიქრობ და თან თქვენი საბედნიერო თქვენი მე რომ მინახავს თანაშრომებთან გასწავლებით დიაგნოზი რო ხდებათ ეგრე მაშინალურად არ გამოვიდეთ და მე ეს მხოლოდ მომწონს და ამიტომაც შევაგორე ეს ლირიკა რომ გამიხარდება თუ ზადეგარი არ არის განზრახი და შეიძლება უფრო ვიდრე ახლებდეს რამდენი აკადემია მოგამხსნეს ხოდა მოკლედ ვარ რამე იქიდან მოყოლების ეროვნული მოძრაობა დაგდორი რომ ადამიანის სისხლის მოიტანა და შეცდომების და სისულელეების და დანაშაულების ისა კასკადი არის უკვე ის 20 წელი დაასწრებენ ჩემი ასაკი და აი თუ სამწუხარო თუ საბედნიერო და ამაში ვარ იქიდან მოყოლებული ვიყავი მართლა ბაზარ წინააღმდეგ არაფერი არ ვიცოდი არ საქართველოს ისტორიის საიმონოწონია საქართველოში გაზრდა αλλά ანტიკუნტის გავლები ვიცოდი მაგრამ უნდა ბედნიერება და აუსაფრთხოებელი თავიდან და დღემდე მომხდარა რომ არა მოწონდა ჩემი თავი და ყოველთვის მოწონდა ჩემი ცხოვრება მე მქონდა ურთიერთობა დიდებულ ადამიანებთან სხვადასხვა აი ეროვნული მოძრაობის გარეშე ასე იმ ადამიანებთან მისი საქმეების უჩვენებს თქვენ დაბრძანებით შეიძლება ცხოვრობს კიდევაც ამ თავში რომ კარიერის ის დაკვალ ამ მათი საქმეების უჩვენებზე შეიძლება დასახა და მე უამრავ დიდებულ ადამიანთან და მე ასე რამდენი ხანი წავედა გამოვიკეთო შენგარია ეს ცხოვრება სადაც არ ცოტანამე არის პირადი საამაყო მაგრამ რაღაც დიდ ამბებში და დიდი მასშტაბით არა ვარ უკმაყოფილო და მაგლიერი პირველი შემიტოვა რომ გამოსახულებად ბევრი ისეთი რამ მომეცა რასაც თავის ხდება ორი გავარდა სამერა
იცით რა, მოკლედ. მე რომ მქონდეს განცდა, ან თეორიულად მაინც რომ ვუშვებ. რომ თქვენ ჩემი არ გესმის ეხლა რასაც ვაპარაკობ. და მართლა იქაც გახართ, აი რამდენი საკანონს ვუშვებ, კანონი ადამიანი იქონებს არგებს ცხოვრებას, ეგრე იყო ისტორიის მანძილზე. საქართველოს მიწაში დავაცებინო შეიძლება და მით უმეტეს ხმაურიანად და რაღაცა შედეგებით და შეფერი შეიძლება იყოს უსიამოვნო, მაგრამ თუ კანონი ითქვის რომ ამისათვის დესპოები უნდა ამერკეს, ის აღარ არის კანონი. და სულცირე რამონდა რომ კანონის საფსაფუში ჩამდგარი ადამიანი უნდა ესწავლოს თავიდან მაინც აიგო. ხედავთ რომ პირიქით აიქონო ყველაფერი და არ მაქვს მე ვიცი რომ გესმით ჩემი. და ესეც აქ ჩემი არჩევანია, ეს რომ არის ჩემი არჩევანი. რატომაც არა. ხმამაღალესი სხვა არა, მაგრამ დაამყოფით მორალური არჩევანი. და მორალური უპირატესობა არ კრიშე, რომელსაც ყველგან და იმედია ცხოვრებაში როგორც პირველად, ისევე უკანასკნელად უძლობალას. იცით რატო? მე მაგ აბსოლუტური განცდა. ნუ თქვენი შვილებისთვისაც ზუსტად ისე როგორც აი ეს ისთან მინდასთვის. თქვენი შვილებისთვისაც არის ეს ბრძოლა რომელიც შეიძლება. ზუსტად ის. და მგონია რომ თქვენც იცით და თუ თქვენ მართლა გულწრფელად ასე გართულით, მაშინ მე უკეთესი სამოუკეთესო ყოფილა თქვენზე, ვიდრე თქვენ საკუთარ თავზე. ასე განაცხადეთ. ამიტომ რა გადაწყვეტილებას როგორც უკვე დავასწრე საკუთარ თავს და რა გადაწყვეტილებას ამ განმოვაცხადოთ ეს არ არის ესეც პოეტიზირებული თავანწირი რაღაც ისულები ჩემი მომავალი არის გასცემით სულმუქიდან სანატრებიც კი ვიდრე იმ ადამიანების რომლებიც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც დუმილი ხალხარებენ არიან უსამართლობის, რომელზეც ვისაუბრეთ და ამბობს. ეს არის, რაც უნდა მეთქვა და შვიდად, როგორც უკვე ვთხოვეთ. მე მაგრამ ჯერჯერობით წერას გამომდის საბათო კარგად უხმოვანოთ, მაგრამ ამის იმედს.